სამინისტრი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში და დღის ასევე ერთ-ერთი ახალი ამბავი ირაკლი ალასანიას გუნდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ზედა ინსტანციამ გააუქმა განჩინება, რომლის მიხედვით ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნობ. საუბარია საინჟინრო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე. თავის დროზე რეზონანსული საქმიდან ამ მტკიცებულების ამოღების მიმართ კითხვები აქვს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია თავდაცვის ექს-მინისტრის პარტიის წევრისა და გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლის ნათესაურ კავშირზე საუბრობს. სასამართლო პროცესი ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეზე 19 ივნის გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლო ახლა უკვე ბრალდების მხარის მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას განიხილავს. პროკურატურამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა მიჩნეული. სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებების მოპოვების დროს კანონის დარღვევა არ მომხდარა. ასევე კანონის დარღვევა არ მომხდარა ექსპერტის მხრიდან, რადგან მას სრული უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა და ინფორმაცია. ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, ავთენტურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია. ზემოხსენებული მსჯელობების შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. გააუქმა თბილისის სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა სცნო დასაშვებ მტკიცებულებად. დღეს მოამბის გადამღები ჯგუფი ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა იოსებ ბარათაშვილმა თბილისში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო კომენტარისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ახალ გარემოებებზე სასამართლოზე ისაუბრებს. მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაკავებულის გიორგი ლობჟანიძის ადვოკატმა შეაფასა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, დასაბუთებული და კანონიერი, რადგანაც ცალსახად არის ნორმაში, კანონში განმარტებული, რომ მხოლოდ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებას და მხოლოდ მხარეს შეუძლია წარადგინოს მტკიცებულება. ამასთან მხარეს, როდესაც გადაეცემა მტკიცებულება, მას უნდა მიეწოდოს ყველა მასთან დაკავშირებული, ამ მტკიცებულებასთან დაკავშირებული მასალა, რომ მხარე მიდაოს უთხოვარობის, სანდოობის და ავთენტურობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არც ერთი კრიტერიუმი არ გაიზიარა და უბრალოდ მხარე დატოვა იმ დაცვის ხარის გულისხმობა ამ შემთხვევაში იმის გარეშე, რომ ვიდაოთ უთხოვარობის თვალსაზრისით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტისაგან განსხვავებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია. არჩილ კაიკაციშვილი თავდაცვის სამინისტროს მუშაობას 2013 წლიდან სწავლობს. კაბელების გახმაურებულ საქმეს კი დაწყების დღიდან აკვირდება. იურისტი იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ბრალდების მტკიცებულებები. გადაწყვეტილება სამართლის სპეციალისტებში საკამათოა. მოსამართლე წარმოადგენს პოლიტიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატების გუნდის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ პირს, ნათესავს. მოსამართლეს სულ ცოტა ხანში ასევე გაზდის უფლებამოსილების ვადაც. ცხადია, მან ან ვერ გაუძლო იმ პოლიტიკურ წნეხს, რომელიც საქმის მიმართ არსებობდა, ან რეალურად გაითვალისწინა ის ნათესაური კავშირები, რომელიც დადასტურებულია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს თავისუფალი დემოკრატებიც გამოეხმაურნენ. სამართლებრივი თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კვალიფიციურად დასაბუთებული. სააპელაციოს გადაწყვეტილებაში ვერანაირ დასაბუთებას ვერ ხედავთ, ის არის უბრალოდ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, ესე იგი იზიარებს პროკურატურის საჩივრის პოზიციებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს თავდაცვის მხარეს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის განჩინება გაუქმდა. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა პარასკევს განახლდება.